სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით 31 ნაწილზე უკვე რამოდენიმე დღეა, რომელიც ჩაიწერა 1985 წლის 30 იანვარს. მიაქციეთ ყურადღება ამ თარიღს, თუ ამ დროს როგორ იცვლება ამერიკული პოლიტიკა, თუ სექსუალური რევოლუცია უკვე დამთავრებულია დიდი ხნის, უკვე დაწყებულია ჰომოსექსუალისტური რევოლუცია და ლაპარაკია კალიფორნიაზე, რომელიც არის შეიძლება ითქვას ყველაზე ლიბერალური შტატი და ქალაქის მიხედვითაც ვავიღეთ სან-ფრანცისკო ალბათ ეს არის ცენტრი ერთგვარი გარყვნილებისა ნიუ-იორკთან ერთად, მაგრამ სან-ფრანცისკო უსწრებს ამ მინდისა და იცით ესეთი პირობების გამო ისინი ყველანი გადაიხვეწნენ იქით. გახსოვთ ამაზე ფილმებიც არის, ჰიპების მოძრაობა და ყველა ერთგვარი სექტები, ყველა ეს ჰიპების ლიბერალური მოძრაობები იქ გაჩაღდა, იქით წავიდა, შორს რომ ყოფილიყვნენ ვაშინგტონის პოლიტიკისაგან და ტრადიციული ღირებულებებისაგან. ასე რომ ესე ჩამოყალიბდა კალიფორნიის ისტორია. ამას ის დაემატა, რომ იქ მყოფი შავკანიანები, ასევე ლათინური წარმოშობის განსაკუთრებით მექსიკური, იცით, ყველაფერს მექსიკური სახელები აქვთ, ხო? სან-ფრანცისკო რა არის, ლოს-ანჯელესი, ანგელოზების ქალაქი და ყველგან სან-ბერნარდინო და ესენი არის, ხო? ისინი ვერ აღუდგნენ, კათოლიციზმი ვერ უღუდგება, ვერ უპირისპირდება ლიბერალის ისე როგორც საჭირო არის და მივიღეთ ის რაც მივიღეთ კალიფორნიაში და ნახავთ ახლა რა ტრაგიკული მდგომარეობა და კითხვაც აქედან ამოდის თუ ქრისტიანს რამდენად შეუძლია გააპრეტოს სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკა. ჩვენ ამაზე რამოდენიმე კითხვა ქონდა და ეხლაც კიდევ უფრო სხვა ელფერით არის ეს მოცემული. აბორტის თემა ისევ რჩება დღესაც აქტუალური აბორტის თემა ამერიკულ პოლიტიკაში და ქრისტიანულ ევანგელისტურ წრეებში და ამას დაემატა ადამიანის უფლებები ამ კუთხით LGBTQ-ს კითხვით და დღეს ახლა რა მდგომარეობა ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ რომ უკვე იმ დონეზე მივიდა ახლა თუ 85-ში არიდგა საკითხი ტუალეტი მესამე ტუალეტი გაკეთებული იყო თუ არა ხო ეხლა უკვე ნახეთ დღევანდელ დღეს ეს დგას უკაცრავად დიახ დღეს უკვე დღის წესრიგში ნახეთ რეები დგას და რისი შეცვლა მოუწია დონალდ ტრამპს როცა მოვიდა სათავეში, ხო? მაგრამ რამდენი ხანი იქნება ეს ცვლილებები? იცით ალბათ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მამაკაცი იყო და ქალად გადაკეთა, ცნობილი პიროვნება, ახლა რომელიც იბრძვის რომ ის პასპორტში უკვე წაერთვა უფლება რომ ჩაწერილიყო ის ქალად და მამაკაცად იქნა ჩაწერილი და ამაზე ერთი ამბავი არის და იცით ახლა რა უნდა უყო 20 მილიონი როცა ყავს ესეთი აზროვნების ადამიანი თავისი პასტორები, თავისი ეკლესიებით. ამის გამოსწორება მე პრაქტიკულად შეუძლებელს იმაშევი ამ მეთოდებით, რასაც დონალდ ტრამპი ეწევა. ის კი არა, კითხვის ნისლიშქვეს არის დამყარდება თუ არა მშვიდობა თუნდაც ომის მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ხო? იმიტომ რომ სატანას აქვს გარკვეული თავისუფლება მიცემული და ჩვენ არ ვიცით ღმერთი როგორ უყურებს ამა თუ იმ რეგიონს და ამა თუ იმ ხალხს, რა მეთოდი დასჯის მათ. თუ მივიდა რაღაც ზღვარზე და ღმერთმა შეისმინა იმ ადამიანების ლოცვას, ხო იქნებიან ქრისტიანებიც უკრაინაში, ვინც საღად უყურებს ამ კონფლიქტს, ასევე რუსეთში და ღმერთმა დაინდო ის ოჯახები, ის მშობლები, რომელთა შვილებიც ყდებიან, ასევე ამერიკელები, ვინც ლოცულობენ და დაინდო მათი ფინანსური ეს თქვათ გაპარტახება, როგორც მე ვლოცულობ და მე ვთხოვ ღმერთს, რომ ჩემი პირადი ანგარიშიდანაც ძალიან ბევრი ფული ჩაერიცხა ამ ომში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მე, რომ თქვენი ფულები წავიდეს ადამიანის სახუცავად. სხვა პოლიტიკით უნდა იქნოს ის რეჟიმი დამარცხებული და ეს არის კულტურა, ეს არის იდეოლოგია, ეს არის ეკონომიკა, სანქციები თუნდაც, მაგრამ არანაირად ომი. არანაირად ომის მეთოდი არ ამართლებს ეს რუსეთთან მიმართებაში. ამას გავიძახით ჩვენ უკვე 3 წელია და ვინც გაიგო და ვინც მოისმინა ძალიან კარგი, ვინც არა და ისინი ჩემ მეგობრებშიც ახლა აღარ არიან და არ მინდა ისეთ ადამიანებთან მე ურთიერთობა მქონდეს, ვინც ესე ზიზღით არის ნებისმიერი რასის მიმართ, ხო? იმიტომ ძალიან რთულს ხდის ადამიანთან, როცა ის ზიზღით არის შეპყრობილი. ეს მე კი არ გადმომედება, მაგრამ მე შემაწუხებს და ამაკავებს და არასასიამოვნოს ხდის, თუნდაც ადამიანი, რომელიც ჩემთან იგინება და ბოღმას ანთხევს.
არასასიამოვნოს ხდის ესეთ ადამიანს მე ვერიდები და ქრისემაც გითხრა და ბიბლია ამბობს ფსალმუნები ამბობს რომ ადამიანებს ესეთ ადამიანებს უნდა მოერიდო ვინც სისხლის დაღვრისაკენ აქვს მოწოდებული შემიძლია მოგიქეკოთ და ნახოთ ბიბლიაში ეს ადგილები ესეთ ადამიანებს ჩვენ უნდა მოვერიდოთ ჩამოვშორდოთ ეკლესიასშიც არის იგავებშიც არის და ყველგან ბოროტ ადამიანებს, აგრესიულ ადამიანებთან ჩვენ საქმე არ უნდა გქონდეს. თუ ვინმე დაგვესხმება თავს, გვაქვს უფლება თავი დავიცვათ ყველანაირი ლეგალური საშუალებებით, კიდევ ერთხელ, მაგრამ ჩვენი დაცვა არ იქნება ზიზღით, არ იქნება შურიზიებით, არ იქნება, არამედ იქნება მკაცრად, სარკასტულად, სიტყვებით და თუ საჭიროა ფიზიკურადაც, როცა დაგვესხმებიან თავს დასაცავად. იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება სიცოცხლე უფრო ძვირფასია და ღმერთს არ უთქვია ჩემთვის, მან დადო თავი, მან გაწირა თავი და გითხრა რომ ჩვენ სიყვარული და სიკეთე ვიქადაგოთ. და ჩვენ გმირობა ახლა რაღაცა ისინი არ გვჭირდება, მაგრამ როცა ლაპარაკი არის თავდაცვაზე თუ გვაქვს ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ყველა საშუალებით თავს დავიცავთ ჩვენ. აი მოდით მოусმინოთ ახლა მეგორი ქალბატონი ლაპარაკობს ამ სესიაზე რატომაც გამოყოფილი არ არის მარტო წერია კითხვის დამსმელი და არ არის სახელი და იმის დასმა შეიძლება არის გარკვეული პერიოდები რომ მოერიდათ რომ ეს სახელები და ისინი შეიძლება ნათესავი მეგობრები რომ ცნობილი არ ყოფილიყო. არა და ისტორიას კარგია შემოენახებოდა ისეთ საინტერესო კითხვები გვარი და სახელით ვინ დასვა ხო? სალამი ჯონ, მე მინდა მადლობა გადაგიხავთ ამ ყველაფრისათვის, რაც ჩვენ ყველამ ვისწავლეთ ჩვენი მთავრობისადმი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩემი შეკითხვა და მე ვიცი თქვენ რასაც ამბობთ, თუ როგორ უნდა დაუჭეროთ ხარი ჩვენ მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საუკეთესო მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ქრისტიანული მთავრობა, რომ დედამიწაზე ვერ არ იარსებებს ქრისტიანული მთავრობა, არამედ იქნება მხოლოდ ქრისტიანი ადამიანები. ასევე მესმის ისიც, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაცნაირად სრულ განაკვეთზე პოლიტიკურად დაკავებულები, თუნდაც ქრისტიანული პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებულები. მიუხედავად იმისა, რომ არიან დამსაქმებლები, ქრისტიანი დასაქმებლები, რომლებიც სრულ განაკვეთზე იმყოფებიან და აკეთებენ ამ პოლიტიკურ აქტივობას. მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად, ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებსაც მაგალითად აინტერესებთ თავიანთი წვრილი შეიტანონ და მონაწილეობა მიიღონ ზოგიერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად. მაგალითად, გეების უფლებების შესახებ კანონ პროექტი, რომელიც ეხლა არის ღია კანონ პროექტი და საჯარო შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი. ასევე ახალშობილთა ბავშვების უფლებების შესახებ, რომლებსაც აქვთ გარკვეული ფიზიკური დეფორმაცია და ისინი აძლევენ უფლებას შობლებს, რომ ეს ბავშვები მოკვდნენ. და ეს არის ასევე ღია საჯარო კომენტარისათვის საზოგადოებაში გამოტანილი. მე მაინტერესებს რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა მთავრობის წინაშე, რომ ჩვენმა კანონმდებლებმა იცოდნენ ის, თუ რას გვძნობ ჩვენ ამის შესახებ და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოთ ესეთ აქტივობაში. ეთყობა მე კაფიოდ საკმარისად ვერ ჩამოვაყალიბე, როდესაც თქვენ ისმენდით ამ საუბარს. მე მჯერა, რომ ჩვენ მოქალაქეებს აუცილებლად გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს წინაშე არსებული საშუალება კანონიერი და ლეგალური, რათა განხორციელდეს ცვლილებები. თუ რა თქმა უნდა, ისინი მიღებული იქნა. და როდესაც ნებისმიერ სიტუაციაში გექნებათ და გეძლევათ ამის საშუალება, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. როგორც კეთილსინდისერმა ქრისტიანმა. თუ არსებობს რაიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ ლეგალურად გააპროტესტოთ აბორტის თემა. დღეს Daily News-ში ნახე, რომ ტომ ბრედლი ამბობს, რომ ახლა ის უფრო მეტ გეებს დანიშნავს. მე მგონი ეს ტომ ბრედლი ან ქალაქის ლოს-ანჯელესის მერია, ან კიდე გუბერნატორი კალიფორნიის. ეხლა მე კონკრეტულად არ მახსოვს. დღეს გევინ ნიუსამია, ვიცი, გუბერნატორი და ქალი არის, მე მგონი, ლოს-ანჯელესის მერი, მაგრამ ეს ტომ ბრედლი 85-ში რა იყო, ეს არ ვიცი, ასე რომ მე ესე დავტოვებ ამას. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ. ის უფრო მეტ პოზიციებს შექმნის მთავრობაში, რომ გეებს კონდეს საშუალება დაენიშნონ ამ პოზიციებზე. და ის უხდის ბოდიშს სახალხოდ,
რომ ამდენი ხანია უყურადღებოდ დატოვა ჰომოსექსუალისტები და არ მიაქცია მათ სათანადო ყურადღება. და გულისხმობ, რომ ეს შემთხვევით ძალიან სევდის მომგვრელია. და თქვენც ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე მიუღებელია თქვენთვის და ყველა ქრისტიანისათვის ის რაც ხდება. მაგრამ მე კონკრეტულად ჯონ მაკარტური არ ვაპირებ, რომ თავრობის შენობასთან გავარდე და უყარაულდე და ტომბრედლის კვერცხები ვესროლო. მაგრამ მე თუ მაქვს საშუალება, თუ არის რაიმე ფორუმი, სადაც შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, მე ამას არ მოვერიდები და დავაფიქსირებ. თუ არის წერილის დაწერის საშუალება, შემიძლია წერილიც დავწერო. თუ არის კენჭისყრა და პოლიტიკური არჩევნების გზით დაფიქსირება ჩემი ხმის, ამასაც აუცილებლად გავაკეთებ. თუ უფალმა დამიძახა, რათა თავრობაში დავნიშნულიყავი საჯარო სამსახურში, როგორც პოლიციელი, როგორც ქვეყნის პროკურორი, რაიონული პროკურორი, არ ვიცი, ნებისმიერ პოზიციაზე, თუნდაც კანონმდებლად, მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. რაც მე მაწუხებს, არის ის ილუზია, რომელიც გააჩნიათ ბევრ ქრისტიანებს, რომ მათ გონიათ პოლიტიკური საშუალებებით და პოლიტიკური ცვლილებებით ცათა სამეფო აქ დედამიწაზე დაამყარონ და ჩამოიტანონ 64 აქ. ეს უტოპია ბევრს ქონდა, არა მარტო კომუნისტებს და მარქსისტებს, არამედ ბევრ ქრისტიანს. ან კიდევ მათ გონიათ, რომ ამ პროცესებით დააჩქარებენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და აქ 1000 წლეულის დამყარებას. აღვლაპარაკობ იეჰოვეს მოწმეებზე, რომელსაც სრულიად არეული აქვს ეს თემა. მე ფიქრობ, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ქრისტიანები კეთილი განზრახვით ერთვებიან ამ პროცესებში, თუ ღია ეს საჯარო განხილვისათვის, ეს იქნება მორალური, ზნეობრივი საკითხები და მე ამისი არანაირი წინააღმდეგი არა ვარ. მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანები უნდა აღუდგნენ აბორტის და გეების უფლებების, ასევე ERA-ს. ERA არის თანაბარი უფლებების ცვლილება, amendment, equal rights. ERA, equal rights amendment. ეს არის თანაბარი უფლებების ცვლილება შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც გრძალავს დისკრიმინაციას სექსის მიხედვით. და ყურადღება მიაქციეთ, რომელ წელს არის ეს, მე არ ვიცოდი. ის პირველად კონგრესში 1923 წელს წარედგინა ალისა პოლმა. წარმოიდგინეთ 23 წელი ეს არის ბუმი იმ ჯაზის ერის, წარმოიდგინეთ პირველი მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია და ნახეთ რა ცვლილებებს უკვე ითხოვენ, ქალებზე იყო ლაპარაკი და როგორ იწყება ეს ემანსიპაცია და ქალების უფლებების ბრძოლა ამ საშუალებით. ეს იყო ძალიან საკამათო საკითხი მაშინ და ძლიერი ხარდაჭერა ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან. ასევე არის ბევრი სხვა რამე, რის წინააღმდეგაც ჩვენ შეგვიძლია ავიმაღლოთ ხმა. და მე ნამდვილად მჯერა, რომ ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. მაგრამ რატომღაც ხდება ისე ხოლმე, რომ ჩვენ გვინდა უფრო მეტი და გვაქვს ილუზია, რომ ჩვენ უფრო მეტს მივახცევთ. და ესე არიან ბევრი ქრისტიანები. და ჩვენ კონკრეტულად ჩვენი სათემოს ეკლესია, ჩვენ გვინდა ვიყოთ სწორი, რომ კანონიერი საშუალებებით პოზიცია დავიკავოთ. ეს იქნება ცოდვის წინააღმდეგ გამოცხადების მიზნით, მაგრამ თუ ჩვენ გადავდივართ და გადავარდებით იმ ილუზიაში, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემაში ცვლილებები განვახორციელოთ დრამატულად, ხომ? ეს უკვე იქნება ცოტათი არასწორი. ჩვენ გვინდა ხმა მივცეთ, პოლიტიკური ხმა დავაფიქსიროთ. ჩვენ უნდა ასევე ვიცოდეთ, თუ ვინ არიან ის კანონმდებლები კალიფორნიის შტატში, რომლებიც მაგალითად აბორტის მომხრენი არიან. და მათ უნდა ვაცნობოთ ჩვენი პოზიცია, თუ სადგევარ ჩვენ. რომ მათ არ ქონდეთ ილუზია, რომ ყველა ადამიანი ამის მომხრეა. ეს არის კარგი
ათვლის წერტილი. ჩემს შემთხვევაში მე თუ გრძნობ, რომ ჭირდება წერილი მიწერო სენატორს, მე ამ წერილს წერ ხოლმე. თუ გრძნობ, რომ არ მაინტერესებს მაგალითად და ამას მე ვერ გავაკეთებ, მე ვერ ვაკეთებ. რაც გითხარით, კვერცხების სროლაზე და პიკეტირებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა გამოვიყენო ყველა კანონიერი საშუალება, რაც ჩემს ძალაში არის. ასევე მინდა რომ ვასწავლო და ვიქადაგო ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩვენ გვწამს და რაც თავარი არის ქრისტიანისთვის. თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია მსოფლიოში. მაგრამ იცით მე რა მაწუხებს? ის რომ მე ვიცნობ ბევრ პასტორს, რომლებმაც ფაქტიურად დატოვეს უკვე ეკლესიის შენობა, მიატოვეს ამბიონი, მიატოვეს წმინდა წერილის შესწავლა, მიატოვეს ბიბლიის სწავლება მრევლისათვის და მორმონებთან, მუნისტებთან ერთად უკვე პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართული, რათა ამერიკის მორალი და ზნეობა დაიცვან. რაღაც გარკვეული რელიგიური თავისუფლების და უფლებების მოსაპოვებლად. ეს უკვე ჩემთვის მიუღებელია. პერიფრაზირებით რომ ვთქვათ, სემ ერიქსონის მსგავსად, რა სარგებელს მოუტანს ეკლესიას ის, თუ ჩვენ მოვიპოვებთ ჩვენს თავისუფლებას, მაგრამ ამ დროს დავკარგათ ჩვენს გზავნილს და ჩვენს მოვალეობას, ქრისტიანული ლიდერებისა, რომლის ყველაზე პირველი მოვალეობა რომ ვიქადაგოთ და სახარება მივიტანოთ ადამიანებამდე და ამან შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ჩვენ ავწდით გზას იმისა, რაც უფალმა დაგვიბარა. ასე რომ ჩვენ უბრალოდ უნდა დავწმუნდეთ, რომ ნათლად გვესმის თუ რა არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი მოვალეობა, ჩვენი ფუნქციები და პრიორიტეტები. და ის, რასაც მე ვამბობ, არის, რომ თუ ჩემი მთავრობა, მე ვიცი, არის ის, რაც არ უნდა იყოს, არ ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია ავდგე და დავხრიტო ახლა ეს ხალხი ჩემს მთავრობაში. შევიარაღდე, თოფი ავისხა და მათ შეუტყვიო ფიზიკურად. და ვიყო უმართავი მოქალაქე. გავცდე კანონებს, რათა დავიცვა სხვა ვითომ და ქრისტიანული კანონები. და შემდეგ მოდის არ გადავიხადო გადასახადები, აუჯანყდე და ასე შემდეგ. ასე რომ მე გამოვიყენებდი ყველა ლეგალ საშუალებას, რომელიც კანონიერ ჩარჩოებშია მოთავსებული. იმედია რომ ეს რჩევა დაგეხმარება თქვენ. დიახ ასეა ჯონ. კარგით მაშინ. დიდი მადლობა, კეთილი და პატიოსანი.